დილამშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თათების იმედში არაერთხელ გვისაუბრია კანონზე, რომელიც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეხება. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. ასე ჰქვია ახალ კანონს და თუ რა ცვლილებებს გვიმზადებს კანონი, ამაზე დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ახალი კანონის რამდენიმე პუნქტმა, რომელიც ეტაპობრივად ძალაში შედის მომავალი წლის იანვრის თვიდან. ახალი კანონის მიხედვით ცხოველების სტატუსი იყოფა ორ ნაწილად: პატრონიანი და უპატრონო ცხოველი. პატრონიანი ცხოველი არის ის ძაღლიან კატა, რომელიც ჩვენი საკუთრებაა და ცხოვრობს ჩვენს სახლში. ხოლო უპატრონო ცხოველებში იგულისხმებიან ის ძაღლები და კატები, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში. ყურზე უკეთიათ სპეციალური საჭედე და შესაძლოა ყვავდეს მიკედლებულიც. ამ ცხოველებზე პატრონის ვალდებულებები არ ვრცელდება. ახლა ვისაუბროთ, რას გულისხმობს გასეირნების წესების დარღვევა და რა შემთხვევაში ვჯარიმდებით 150 ლარით. პატრონიანი ძაღლი ქუჩაში უნდა გადაადგილდებოდეს მხოლოდ პატრონთან ერთად. უნდა ეკეთოს საბელი ან ალიკაპი. ორივეს ერთდროულად გაკეთება სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გასეირნების წესის დარღვევის შემთხვევაში, ანუ თუ კი ძაღლს გავასეირნებთ საბელის გარეშე, ჯარიმის ოდენობა იქნება 150 ლარი. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ძაღლებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სასეირნო სივრცეებს. იქ შეგვიძლია ავუშვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი საბელიდან და მივცეთ თავისუფლება. კიდევ ერთი რეგულაცია, რომელმაც ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არის ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჩიპირება. ახალი კანონის მიხედვით ცხოველის პატრონი ვალდებულია საკუთრებაში არსებული ძაღლის ან კატის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია მოახდინოს. მოდით გავმარტოთ დეტალურად თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ავხსნათ მთელი პროცესი. იდენტიფიკაცია გულისხმობს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჩიპირებას. რომ აგიხსნათ რა არის ჩიპი, ეს არის ბრინჯის მარცვალზე პატარა მოწყობილობა, ის შეიცავს უნიკალურ 15 ნიშნას საიდენტიფიკაციო ნომერს. ჩიპის იმპლანტირება ხდება კანქვეშ კისრის მიდამოში. ის ვიზუალურად არ ჩანს და ამ გზით ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ენიჭება თავისი უნიკალური პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს სახელზე რეგისტრირდება როგორც საკუთრება. ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა და ძალიან ჰგავს ვაქცინაციის პროცესს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩიპი არ გამოსცემს არანაირ სიგნალს ან გამოსხივებას, რადგან მას არ აქვს საკუთარი კვების წყარო. ახლა ვისაუბროთ, რისთვის არის ჩიპირება საჭირო და რატომ არის ის ცხოველის იდენტიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საიმედო გზა. ჩიპი არის მუდმივი იდენტიფიკატორი თქვენი შინაური ცხოველისთვის. მაგალითად, საყელოზე დამაგრებული მედალიონის, სადაც პატრონის ტელეფონის ნომერია მითითებული, ან და GPS მოწყობილობის მოხსნა, ან დაკარგვა მარტივად არის შესაძლებელი. ჩიპის მოხსნა ან დაკარგვა შეუძლებელია. გარდა ამისა, ჩიპის შემთხვევაში ბევრად მარტივია დაკარგული ან მოპარული ცხოველის პოვნა, რადგან ვეტერინარს, თავშესაფარ სასტუმროს ან ცხოველების სილამაზის სალონს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური სკანერი, რითაც წაიკითხავს ჩიპის ნომერს და გადაამოწმებს ბაზაში. დაუკავშირდება პატრონს. და ყველაზე მთავარი, ჩიპირებული ცხოველის გაგდების ან მიტოვების შემთხვევაში ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი უპასუხისმგებლო პატრონის მოძებნა და მისი დაჯარიმება. შეგახსენებთ, რომ ცხოველის მიტოვებისთვის ჯარიმა 5000 ლარია. თათების იმედში არაერთხელ გვისაუბრია, რომ მიუსაფარი ცხოველების რიცხვი ზუსტად უპასუხისმგებლო პატრონების წყალობით იზრდება, რადგან ისინი სხვადასხვა პრობლემის მომიზეზებით ქუჩაში ხშირად ტოვებენ საკუთარ ოთხფეხა მეგობარს. და ასე დროს სამწუხაროდ შეუძლებელია გაარკვიო, თუ ვინ არის ასეთი პატრონი, რადგან ასეთ ადამიანებს როგორც წესი საკუთარი ცხოველები არ ყავთ ხოლმე იდენტიფიცირებული. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ახალი კანონის მიხედვით იდენტიფიკაცია რეგისტრაციის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 1500 ლარია, ხოლო ვეტერინარულ კლინიკებს, სილამაზის სალონებს, ცხოველების სასტუმროებს ეკრძალებათ არაიდენტიფიცირებული ცხოველის მომსახურეობა და მიღება. ასევე აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს. მეპატრონეები თუ კი საკუთარ ოთხფეხა მეგობარს არ აცრიან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ან დაარღვევენ ვაქცინაციის წესს, დაეკისრებათ 500 ლარიანი ჯარიმა. ვაქცინაციისთვის უნდა მივმართოთ ვეტერინარულ კლინიკას. შეგახსენებთ, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა ჩვენი მიკედლებული ოთხფეხა მეგობრებისთვის და ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ მუნიციპალურ თავშესაფრებს. შეგახსენებთ ასევე, რომ ამ საშიშ დაავადებასთან ბრძოლა მისი პრევენციით არის შესაძლებელი და პრევენციას კი ვაქცინაციით ვახდენთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძაღლებისა და კატების პატრონები დავჯარიმდებით 1500 ლარის ოდენობით, თუ კი დავარღვევთ სტერილიზაცია, კასტრაციის ვალდებულებას და 3000 ლარით დავჯარიმდებით იმ შემთხვევაში, თუ კი ნებართვის გარეშე გავამრავლებთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს. ახლა განვიხილოთ, ვინ ექვემდებარება სტერილიზაცია, კასტრაციას და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ სტერილიზაცია, კასტრაცია გულისხმობს ქირურგიული გზით გამრავლების უნარის შეწყვეტას და ეს არის მთელს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო, ჰუმანური, ეფექტური მეთოდი ცხოველების ჰიპერპოპულაციის კონტროლის. ცხოველების ჰიპერპოპულაციის პრობლემა კი ჩვენს ქვეყანაში მწვავედ დგას. კანონში ვკითხულობთ, რომ აკრძალულია პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ცხოველების გამრავლება.
მეტისის ჯიშის ცხოველების გამრავლება და ცხოველების შეჯვარება გარეულ ცხოველთან. მომეტებული რისკის მქონე ცხოველების ნუსხა ჯერ შედგენილი არაა. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიძლება ჩვენ არ გვყავდეს არც პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლი, არც ნარევი, იგივე მეტისი ცუგა, თუმცა კონკრეტულ ჯიშზე მომავალი წლის 1 მარტამდე მთავრობამ უნდა გამოაცხადოს გამრავლების შესახებ მორატორიუმი. და ის კონკრეტული ჯიშები, რომლების ჰიპერპოპულაციაცაა და ყველაზე ხშირად ხვდებით ქუჩაში მიტოვებულებს, მათი გამრავლება დროებით აიკრძალება. კანონის მიხედვით გასამრავლებლად დაიშვებიან მხოლოდ საგვარეულო ნუსხის მქონე ექსპერტების შეფასებით. გასამრავლებლად ვარგისი ცხოველები და გამრავლდებიან მხოლოდ ნებართვით და საშენის მიერ. ნებართვას კი გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულებების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე გაცემული ცნობების მიხედვით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სწორედ უკონტროლო გამრავლების შედეგად გვაქვს ის მძიმე რეალობა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და მიტოვებული მიუსაფარი ცხოველების ნახვაც ყველგან არის შესაძლებელი. გზებზე, ავტომაგისტრალებზე, დაუსახლებელ ადგილებში, ტყეებში, ნაგავსაყრელებზე და სამწუხაროდ ყველა ჯიშის ძაღლი თუ კატა გვხვდება ქუჩაში მიტოვებული. ეს არის სწორედ უკონტროლო და უპასუხისმგებლო გამრავლების შედეგი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქუჩის ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე ვიზრუნოთ პირველ რიგში საკუთარ ცხოველებზე სწორი ზრუნვით და არ გავამრავლოთ ისინი უკონტროლოდ. ასევე მინდა მოკლედ გესაუბროთ სტერილიზაცია კასტრაციის პლუსებზე. სტერილიზაცია კასტრაციის დადებითი მხარეებია. სიმსივნის პრევენცია. შეგახსენებთ, რომ გაუსტერილებელი ცხოველების 78% ავადობს სიმსივნით. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების აღმოფხვრა, როგორიცაა მაგალითად პიომეტრა. სახლიდან გაქცევის სურვილის გაქრობა. ხვადი ცხოველების შემთხვევაში ტერიტორიის მონიშნის პრობლემის მოგვარება, აგრესიის შემცირება, არასასურველი და უკონტროლო გამრავლების პრობლემის მოგვარება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 3-5 წლით. კანონში, რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი დეტალია, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები განვიხილეთ. გავითვალისწინოთ კანონის მოთხოვნები და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. კანონი, რომლის შესახებაც სოფია ბეროშვილი ჩვენს ეთერში საუბრობდა, შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და როდესაც ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობთ და ძალიან გვხიბლავს ის ფაქტი, რომ ქუჩაში არ გვხვდება არც ერთი მიუსაბარი ცხოველი, ამ ქვეყნებმა ამას მიაღწიეს სწორედ აი მსგავსი კანონების ზედმიწევნით დაცვით და ძალიან სწორად აღნიშნა სოფია ბეროშვილმა, რომ ქუჩის ცხოველების შემცირებაზე უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ცხოველებზე სწორი ზრუნვით, ასე რომ ვიზრუნოთ ჩვენ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ისიც, რომ კანონი 2026 წლის იანვრიდან ეტაპობრივად შევა ძალაში.